როგორ ვართ მეგობრებო? ძალიან დიდი მადლობა დედაენა ბარს იმისთვის რომ აქ ვართ. ძალიან დიდი მხარდაჭერა იგრძნობა მათგან და უღრმესი მადლობა მათ. ძალიან დიდი მადლობა InSounds, Voice-ს და კიდევ ერთი ძალიან დიდი და განსაკუთრებული მადლობა Control Rooms, რომელიც აქ ვიდეოს თემებში ჩვენ ძალიან მაგრად გვეხმარება და გვერდში გვიდგას რა. მოკლედ, მზად ვართ ბეთლისთვის, პირველი ბეთლი ატო versus Amaterasu. მოდი თავიდანვე გამოვიცნობ. ალბათ იტყვი რომ არ ვარ რეპერი ან რომელიმე მაგარი ტრეკის ავტორი. გეთანხმები, Golden Era-ზეც თამარ მეფე მახსენდება, ხო და მოემზადე, დღეს უნდა მოგიწყო შამქორი. ნუ გონიათ რომ სისხლი დაისრება ეს ბრძოლის ველი, შენი წამების სოდვაში არ ჩავდგავდი ფეხს რომ არა გველი. ეს ბეთლი ყველას ემახსოვრება როგორც 300 არა გველი. მოусმინე შენს ტრეკებს. სიმართლე გითხრა ვერ დავრჩი აღრთოვანებული. ისეთივე ყლეობაა, როგორც ფილმები ქართულად გახმოვანებული. არა, ისე კაი იყო, ოღონდ ბითი მიმდინარე პროცესში. მერე ხმა ამოიღე და ისეთი შეგრძნება მქონდა, რეკლამა მოხდა ფილმის მნიშვნელოვან მომენტში. მოდი ერთ ლაინს ვიტყვი შენი ტრეკიდან. ვუსმენდი და თითქოს რაღაცა სიმძიმე მომეხსნა მხრებიდან. დაახლოებით ასეთი ლაინია. დანიც არის გავთალე, აუტისტი ვითრო რეპავ, ბიჭო წადი მანქანები დათვალე. კი არ მეცინება მეტირება. უფრო კაი გამოვიდო და რომ ენახა მეტი ვნება. თუ გინდა იგივე მითხარი, არ ამგონია ვიყო მკაცრი. აუტისტიც ვიქნები და მანქანებსაც დავთვლი როგორც წვიმის კაცი. ასეთი ტექსტია ქართული ჰიპ-ჰოპის საგანძური და სანამ აუტიზმის მნიშვნელობას მიხვდები, ჯერ გაიგე რა არის ავანტური. ოკეი, გურამ დალაქიშვილი, ბიზნესმენი, პოეტი, მწერალი, ამის ვიდეოები რო ნახოთ, უეჭველი იტყვით რომ ვერ არის. ერთ-ერთ ვიდეოში ამბობს, მე შენ გიცნობ, მე ყველა თქვენგანს ვიცნობ, რადგან მე ვიცნობ ადამიანს. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ჩემი ტვინი ფიზიკურად ამდენ ყლეობას ვერ გადაიტანს. არა, ისე აქვს აპტიმს პოტენციალი თუ კი იფეთქა ნიჭმა, მაგრამ ყველაზე დიდი მიღწევა ის გონია, რომ YouTube-ი გააკეთა 21 წლის ბიჭმა. შენს YouTube-ზე წავაწყდი ვიდეოს ასეთ სათაურს, ქალი ჯობს თუ კაცი. ეს იყო სრული ნეტარება. შენს YouTube-ზე წავაწყდი ვიდეოს ასეთ სათაურს, ქალი ჯობს თუ კაცი. ეს იყო სრული ნეტარება. ვიფიქრე გავხსნა ვუყურო თან ის მომენტი მაქვს, რომ მაგრად მეზარება. მე კი გიპასუხებდი მაკითხვაზე, მაგრამ ბრო გააჩნია შე რომელი გევასება. მეც გამოვიყენებ ფანჩად counter-ს, მაქვს ამის ამბიცია. მარტივად გაირაშები თუ შენი პოზიცია ბია. არა, მოიცა. მალე ყველაფერი დაალაგდა, არ უნდა ამას ბჭობა. შემდეგი ვიდეოს სათაური, სიამოვნება და გრძნობა. ეს ყველაფერი თქვენამდე რომ მომეტანა, გადავქექი ამის არქივი. ახლა ერთ კითხვას დაგისვავ და მიპასუხე, უბრალოდ დამდე პატივი. არის თუ არა პედოფილია ცუდი? ამ კითხვაზე პასუხი შენთვის რატომ არ არის მარტივი? თან ამბობს რომ არა და მითხრა 18-ის ვარო. ამას ისე არ დავტოვებდი. ახლა მეც და ამ ხალხსაც ერთი კითხვა გვაქვს, ბიჭო, შეხო არ გამოყლევდი. ოკეი, მერე მიხვდა რომ ექნებოდა ამაზე ბევრი დასაწერი მასალა და იცით რა გააკეთა. ვიდეოები Instagram-ზე შეთანხმები და მეორე თუ მესამე დღესვე წაშალა. ტიპმა გაიკეთა ნაწნავები ტრეკებში, ცადა დაეხვეწა ტექსტი, ტექნიკა და flow. ვარკეთილიდან დაჟე გლდანშიც გადავიდოდა, მაგრამ მაინც ვერ გახდა ნიკი slow. Stage name-იც რა უნიკალური აქვს? Amaterasu. ალბათ შენც უყურე ნარუტოს. კონტრასტ გმის არ იყოს, მამაოს მეც ვთხოვე, ჩემი ლაინები აკურთხოს. კი შენ მოხვედი შავი ცეცხლით ბეთლზე, მაგრამ დაეჯახე კაბუტოს. ეპიზოდი 327 იზანამის გააქტიურება.
მე არ მოსულა რომ ვილაპარაკო ანიმეზე, ან იმაზე რომ შენ ჩემში სამიზნეზე. ახლა გეტყვი ჩემი მოსვლის სამ მიზეზე. პირველი, აი ესეთი რეპერები რომ დადიან ამ ქალაქში. მეორე, განახოთ რამდენი სკილი მიდევს ზარდახშაში და მესამე, როგორც პელემ თქვა თუ არ ბეთლავ ვერ მოხვდები ვალჰალაში. ხოდა მაქვს იმაზე მძიმე ბარები ვიდრე მოლნირი თორის უფრო მეტი კითხვა გაქვს ვიდრე ნემოში დორის ვან ვითარებ ტექნიკას იგრძენი გემოჩი დორის მე მორჩი ლოდინს დაველოდები დარბაში ოდინს ვცადე გადავრჩე გადავარჩინო ჩემი რვეული როგორც სიგურდი მე ვიქნები ოდინის რჩეული თუკი გავჩერდი გადაწვით ჩემი სხეული იმაზე მეტი ხაზი თითქოს მეტროში ხარ სეულის ნუ ახსენებ რაიმს არ ხარ კარგი ბეთლერი ჰიპ-ჰოპ თერაპია შენთვის დენვერი ეს არის პირდაპირი ეთერი რომც დამიყენო პანჩების ბეტერი ვიცავ სიტყვას როგორც ობიექტს ომეგა ემბერი რაუნდ Yo ბიჭო მეტი ხმაური პირველი რაუნდი ამატერასუ ამატერასუ შენობაში ბოზო ეხა სანამ თავს მოთხნავდა მოდი გადავიდეთ უცებ და გაგაცნობ ჩემს თავს მე ვარ ამატერასუ იგივე მზის ღმერთი შავი ცეცხლი აქ მოვედი რომ დავანთო ცეცხლი წვეთში ეს არ მეწერავ ვერში მაგრამ არ არის პრობლემა აქვე შევქმნი ბაზარს აქვე მოვათრევ არ მაინტერესებს ვინ ხარ ატო მაფიოზი რო იყო ბიჭო შენი ფიზიკის პატრონს დაგიძახებდნენ დონ ატოს იო ეხა მოგიყვებით უცებ საიდან მოვდივარ და ვინ ვარ 4 წლის წინ სიბნელე დეპრესია არანაირი კანტორა სულ რეპრესია გადავსახდი სადღაც სიმბირში რადევს სიუთვინში მოვედი აქ ბეთლზე ისევ დამავიწყდა ტექსტი მაგრამ ჩემ ხლეს არ ამოვიღებ ტელეფონს ისევ ვატრაკებ ბაკ ფრისტაილით არ მაინტერესებს ვინ ხარ ან რა გინდა ჩემგან წვეთში ვერ ხარ და თუ გონია რომ ჩემი ვიდეოებით იმანიპულირებ და იზამ რამეს შენი იზანაგი გათხდება რადგან მე მაქვს იზანამი უფრო წინ ვარ შენზე ერთი ნაბიჯით ვინ ხარ არავინ არ იცის კაცი შვილმა ბოზო იო საბოლოოდ ამოფეთქა ბრაზმა და დამემთხვა რეიჯი რომელი მსმენელის დახვეწა სადაც ანდერგრაუნდია კეიჯი აქ ტიპები ამბობენ რომ განვითარდა მსმენელი ტიპები აზვიადებენ იყენებენ თითქოს ხატრულ ხერხებს არა და არ სმენიათ გროტესკი თქვენი რეპი პრობლემურია როგორც BMW-ს მოტორი Mumble Bounce გირჩევნიათ როცა underrated-ია პელეს ალბომი შევეცი მენს რომელიც დამიწერს ჯარიმას ღამე ხმაურზე ჩემ ხლეს თუ არ გაიძდება პენსიები ყველა ბაზრობს არ არის ალურზე ბოზო მაგხარი ბაზისი ანუ ფუძე ამიტომ ვერ მიზიანე ფერდებს არ არის შენი ხედვის კუთხე მართი პითაგორა გადახედე გვერდებს არაა შენი რადიუსი დიდი ამიტომაც პატარაა შენი წრეს პანჩი გემე ამიტომაც სქემა მათემატიკურად დავხაზე ანუ ისე გეომე ტრია გამოვიხენე აქემსები უთამაშობ ჭადრაკს მაგრამ ფეხებს ვერ მომჭამ რომ წვიმოძრაო ეტლით კუსნაბიჯებით მივდივარ შამათამდე შენაირებს ბოლოში გასვლამდე აშორებთ რამდენიმე მეტრი გონია ფინიში ქვეითად გამასრებთ მაგრამ აქ მხედარს ედრით როგორც ფემინისტები ვერაფერს შეცვლით ბოზო pussy ass fucker Yo რისთვის გამოვედი ბათზე რომ დამხვედრო და ეს ვიღაცა მატლი შეხარ უფრო დიდი თევზებისთვის ანკეზე წამოსაცმელი მასხარა YouTube შეეხეწეღან 29 წლის ხარ და იმდელად არაფერი ხარ და არ გიკეთები არაფერი არ არის შენზე საწერი მასალა მაგრამ ნახე თუ გინდა მოიყვანე მთელი მტრების ამალა შარაუთი დოგს სადა დოგ დღეს სააკაძე სავით მოგეჭრება თავი ამ ხალხში და გაუგზავნი შენს მებს სამანას არაფერია იმაში საბჭო თან კავშირი რომ აქ რეპთან მარტივი დღეს იცემები ბარებით 9 აპრილი დღეს იცემები ბარებით
დღეს იცემები ბარებით 9 აპრილი თუ გინდა მოიგო ეს ომი მოისყიდე ჟიური მაგრამ საჭირო ჯერ მანია ვარ მყარი როგორც წითელი არმია ამიტომაც შანსი არ იარსებებს ამიტომ ვერაფერს დამაკლებს შენაირი ნაზი არსება ამ ბეთლის მერე ცაზენაირ დაინახავთ ნათებას როგორც ცის ციალს წინ ანთია რადგან ახლა ვარსკვლავების გზაზე რო დგას ეს კაცი ანდერგრაუნდში რო დასრიალებდა ისლანდია რაუნდი მეორე რაუნდი ატო ვერ გადალახავ ბარებს ვარ ფოქს რივერი რომც იყო ვენტფორდ მილერი ხარმელა მდინარე წაგიღებს ნელა ჩაიძირები ამ ლიგაში მე დამყვევიან ჩრდილები დავწერ იმას რასაც გული ამბობს იგემე დისი ვარ რასალ გული ამ დროს ამ დარტყმებს ფიზიკურად ვერ ხსნით მიწოდე რობერტო კარლოს მოვედი და ერთად ყველა კარიბჭე გავხსენი როგორც მაიტო დაი თუ ყველა გზა რომში მიდის მაშინ რომი ჩემშია მაიტაი ჩემი ვერსები მწარე არ გიგონოს პინაკოლადა მაგრამ იქნები პირველი ყველაზე ახლოს კართა როგორც ალვარო მორატა მორატაზე გამახსენდა დღეს შენ თუ მართლა კართა მისვლა გაბედე ვიქნები შენი ღამის კოშმარი დამიძახე ფედერიკო ვალვერდე მოვიკითხავ ჩემს მეტოქეს იმდენი იარაღი მაქვს ჩემ არსენალში მეძახია მეთოფეს ეს არის სპორტული ბარები აჭრა ფინიამ ესავი ძაღლები ნუდაი ძაბები თუ ვერ кайფობ გაიპარები იშლები როგორც ნაწილაკები და შემდეგ რითმაზე ვერ დამეთანხმები ალბათ ყველა ელოდა აქ ლაწირაკს მაგრამ ისეთი თესლი ვარ ლეონს უკლავ მატილდას და თუ ახსენებთ მატრიცას ატო დეჟავუს ხედავს ეს ხშირად მიუთითებს იმაზე რომ სისტემა რაღაცას ცვლის ანუ გამოსასვლელს კეტავს ჩემთვის ღიაა ყველა კარი ვნახოთ ვინ რა კაცია არ დამანახო შიში ვარ რენდალ ბოქსი და ეს არის მონსტრების კორპორაცია შეხედეთ ტიპი ჩვეულებრივი მასხარაა მე არ ვარ ჰარვიდენტი მაგრამ დღეს რომ მოგიგებ ცალსახაა ჩემთვის არც ერთი ტომი არ თული სურო დამიდო წიგნების ტოპათი რადგან როგორც ლეგენდა ასევე უბრალოდ შეგიძლია დამიძახო ტომ ჰარდი ვიცი ეს ხალხი გაიგებს, მაგრამ შენ მაინც უნდა იყო რაღაცის გონზე. დღეს მე დაგისვავ წერტილს და თან ხაზგასმით გეტყვი რომ ამ ლაინს დავარქვი მორზე. ანუ არ წდება დავაქვით მორზე ჩამოჯდე ჯობია. ხო გითხარი რომ არ ვარ რეპერი, ასეთი ლაინები ჩემი ჰობია. ისე ამდენი რეფერენსით ალბათ უკვე მაფასებს IMDb. ეს კიდე ისეთი რეპერია, როგორი ამერიკელიცაა ბელა ჰადიდი. შენი ჰაიპი სოკო მე ვჭამე გავდიდი აქ მსაჯები წყვეტენ ჩემს მოგებას თითქოს მე ვიყო რეალ მადრიდი ოკეი ფეხბურთი და ფეხბურთელები ვახსენე ახლა ცოტა ტექნიკაზეც გავაკეთოთ აქცენტი ხო ისე მართლა ტექნიკური ვარ მე რა არ ვარ ათლეტი ვარ დოქტორი სტრენჯი გავიარე ყველა სტეიჯი ჩემი დიმეიჯით გავზარდე ევერეიჯი ბიზნეს ვარ რეიჯი ბრადა you can imagine ყველა ახალი პეიჯი ფაია შენკი off stage მე ვხატავ ცხადაც ხარტად ხარისხს ავწდებ გიკიდებ ხანძარს ხაფანგს მიგებ განგებ მართავ ფარას არა ფარავს ფაქტებს საფანტიდან ფანტავ ფერად ფრაზებს თუ მაფასებ ვიყენებ პერიფრაზებს ვსების საზღვრებს კითხულობ შენ აზრებს და დღეს ჩემი დრესკოდია შავი მოსას ხამი შენთვის ვარ მე სუპერ ჰიროს უკვე ჰირო yami იპარავს ხვის შედევრს როგორც ლუიშ ნანი ვავსებ დღიურ ჩემში იღიმება შინიგამი ვარ პარანოიდი ყურსასმენებში პინკ ფლოიდი მეივეზერი რინგზე თუ გინდა გიდიები ბიძეს ბაზრობ ჩემივე და წერილ დოკუმენტურ ფილმზე როგორც გენდალფი მელოდეთ პირველივე სხივზე ოკეი დღეს მგონი მოვირგე უსასრულობის ხვები ხო და გონება ჭრის სამყაროს ზალით კვები რეალობას და დროის შეგრძნებას კარგავ თუ ხვდები მალე სულსაც ვიპოვი და უძლეველი გავხდები განახე ჩემი სტილი და უკვე წამებს სითვლი მე მოგიყევი და ისევ დავამსხვრიე მითი მოვისმენ შესას მაგრამ ბრო გამაკვირვებ რითი შევაგროვე ქვები დროა გავად კაცუნო თითი რაუნდი
მოდი, არ გავწყვიტოთ. მეორე რაუნდი, ამატერასუ. რაუნდში ახსენე ჰარვი დენტი. ახსენე 6-ვე ქვა. არ ვიცი ეს რა წესია. წინ ვინ მიდგავს? უყურებ და მგონი პელეს ბოსტნეული ვერსია. ერთადერთი მასალა რაც მასე მგონდა საწერად იყო მისი გენიალური TikTok აკაუნტი. ორი ვიდეო უდევს, ერთში ჭიას დისავს და პელეს უკეთებს შარაუთს და პროსტა დეკორაციას აუდევს როგორც ლავანდა. დაჟე ტიპმა დისი, ისეთი ბანძიყლეობა დადროპა, რომ TikTok-ზეც არ გავარდა. კაქტუს გრაინდმა მოხდა ვიდეო, სადაც უნდა გაგვერება. ამან დადო, მეც დავდე. თან ყოველი ბარი უკეთესი იყო, ვიდრე წინა. ვანახიან ბოზებს ვინ არის კინგი და ვინ არის აქ ფუსი. ჩემი სპიტინგი როგორც აკლემი რადგან დავღეჭე კაქტუსი, მაგრამ არა, ჩემი სპიტინგი ინტრიგას აგდებს. ვარ როგორც ბარი გააკლემი რადგან ვიფურთხები ფაქტებს. მაღლავა ვერავინ ხვდება, მაღლავარ ვერავინ წვდება, არიცი როგორ დაყო მიზნები, სკილები, ულები, ხერხები, აფორიზმები, ეს ბეთლი როგორ ჯაყოს ხიზნები, ამ ტიპმა ჩემს ჰაიპში ცხვირი თუ ჩაყო, ვარ როგორ ჯაყო, რადგან შენმა განადგურება მარგო ციფრები. მაგრამ შენი ფიქრები არ წაიღო იქით, რომ გიფიდრებ რამეს. აგრე ვიცის გუგამა, არ ჩამოყარო ყურები. მაგრამ ხო იცი იქ იწყება თავგადასავალისა და ჩერდება ურემი. ხო და ნუ ვიფიქრებ რო ხარ სევიჯ და დაბეთა 21-ზე, რადგან გაოცდები როცა ნახავ შედეგს, ჩავაწყობ კარტს და გავხსნი ბლეკჯექს. უყურე, თუ სავსეა ვოლეტი, გახდება კაროლი, ეცემა ტუზი ეყოლება დამა, არიციან ნამათ, ამატერასუ სიმდენი ბიტ კილია, გრამდენიც კილია, კილიან ბაბეს, ბოლოს ტირიან ლანისტერივით. მამა ჩემი რომ წარიყოს თავისუფალი გამდინარე წყალივით, მაინც უკნებოდი ლაღი ძე, ასეთი wordplay მოვიტანე აქა, იყავი მორჩილი ძე. თორე თავს გაგაძრობს ლირიკული აკა. შენი wordplay მარტივია როგორც, არა, შენი wordplay okay-ია როგორც ალტა. მეკი იმდენად არავის გავარს არკეც არ მირეკლავს. ტიპი იმდენად ყლეზე კიდი ხარ ყველას დაჟე სესხი რო არ გადაიხადო, ბანკიც არ დაგირეკავს. ნახე. განახე პერიოდულად სისტემას, როგორი ქიმია მაკრებთან. დოკმა თითქმის შეძლო პეთლი გაიხადა გაცოცხლებული შოუ, მაგრამ ის ნასროლ ტყვიას აკლია კალა, მიგდე ყური. გადავადნე ოქროს ბარი, რო გამომეყვანა ოქროს ბარი, შენი ბაზარი მიზერული. მაგრამ თუ ვერ გადახარშა ხალხმა ბარი, მაინც მომაკ ბარი უმი და თუ იყეფები, დღეს მენიუში გვაქვს საზიური. ეხლა გეტყვი ჩემ ტექსტს. გონი რაღაც გამოეპარა ხალხს. თქვი გაგახსენე პერიოდულად სისტემას. ნახე. პერიოდულ სისტემაში ოქრო, აუ, კალა, ესენი, ბარიუმი, ბა, ჟანგბადი, ოუ, კალიუმი, კეი და იცი რა იკვრება. ნახე. აუ, ესენი, ვერ ხვდებიან როგორ გახსნან ალი, ბას მაინც იძახიან, ეიო, კალიუმს ვამატებ ჟანგბადს, რადგან დღეს გელოდება კეიო. რაუნდისო. მოდი ერთი ჯანსაღი ხმაური ჩვენ ძმას, мотивация. მესამე რაუნდი. ატო. როცა დიჩი თქვა რომ რელიგიაზე არ წერთ, ეგ ფიქრები ტვინიდან ამოვიღე. მაგრამ მესამე რაუნდში ვაპირებ რომ ვიქადაგო, ამიტომ ილაის სიგნი წამოვიღე. ვიკითხავ ერთ რაღაცას არ გეგონოთ მექნება ამ ხალხის რიდი. თუ იცით რა საერთოა ნინი ბადურაშვილ და ზიკოს შორის. ორივემ დაიწუნა ვიდი.
მე არ წაგიკითხავ პრო ლექციას, მაგრამ ახლა განახებ ჩემი მანქანების კოლექციას, უსმინე. მე დღეს ისე კლავ, რომ არ მჭირდება ტეტიან კოლტი. ჩემთან შეჯახება უფრო მწარია, ვიდრე 1000 ვოლტი. ვარ თუნდაც ჰარისონ ფორდი ვატრიალებ ბედის ბორბალს. თუ შენს კარიერას დაამსგავსებ კიოს უკვე ჰონდას. არ მჭირდება შენთან ფიტი, რომ დავიფხრო სცენა, რადგან დავრჩები ლეგენდად როგორც აირტონ სენა. შენ ხარ ნიჭიერი როგორც დათუნია პადინგტონი, მაგრამ ჩემია ეს ფორმულა დამიძახე ლუის ჰამილტონი. ასე იწერება მეტაფორა გონებაში აზრები რო დაალაგო. შენ კიდე ოპონენტის გასწრება თუ გინდა, მაშინ ტრაკი არ უნდა დაანახო. ერთ-ერთ ვერსში ვთქვი ასეთი რაღაც, საქმეში no name, არ მინდა მეცახელი, დამიძახეთ CEO, ან უბრალოდ ხელმძღვანელი. შენი და ჰიპ-ჰოპის ურთიერთობა დაფუძნებულია არასწორ გზნობებზე. ტყუილად არ მიხსენებია CEO, წაგიყვან Coldplay-ის კონცერტზე. არა, მოიცა, ეს უკვე ამაზრზენია. გადმოკვეთე ხაზი მეტი ვიდრე საკმარისზე, როგორც ულიცენზიო ტაქსისტმა ბასლაინზე, დოქტორ დრესთან გავიკეთე გუშინ სინჯის სისხლზე, ჰიპ-ჰოპით დავავადი, პასუხი ანალიზზე. კი, მე ვარ დაავადებული ჰიპ-ჰოპით, მაგრამ არსებობს კატეგორია, რო გონიათ ერთია რეპი და ქუჩა. დღევანდელობაში ეს ყველაფერი ისე არ უხდება ერთმანეთს, როგორც ქეთი და უჩა. მარა შენ კაი გემოვნება გაქვს, საყვარელი არტისტია KG. მე დღეს მოვედი რომ განახოთ სანახაობა როგორც Holloway და Gage. თუ გინდა გავინაწილოთ ოქტაგონი, მაგრამ მაინც ვერ იქნები ჩემი თანასწორი, რადგან ჩემი ფანჩები ღვიძლს შლის თანამსაქმეში ვარ მატადორი. ვერ უტოლდები ამ მანქანას როგორც ლართან შილინგი. დღეს სურო წავაგო ხალხს ვემახსოვრები როგორც ქართველი ვიკინგი. ასე იწყობა სეტაპი და სანამ პროდუქტს გამოაცხობ, არ უნდა აგერიოს კრემი ბეზეში. მინახავ შენაირი რეპერები, ვისაც Wu-Tang-ის ლოგო ეშლება ბეტმენში. Okay, ვინ უყურა Flow Rivals? არა, ვინ? Flow Rivals-მა აკაპელაზე გამოიყვანა თავისი გმირი, თუმცა მაგ სახით აქ ვერ გიშველის გრიმი. ალბათ სვავდით ტეკილას ერთად წერდით ლაინებს, თუმცა შენ არ ქონია ხარჯი. ამ სუფრას თავის მზარეული ყავს შებგურამი და სანჯი. Okay. მერე დაბნელდა უცებ გამოხტა დევი, სიბნელეს თავის მიზეზი ქონდა, შუქი ქონიათ ლევი. მე და შენ ჰიპ-ჰოპის იმ კატალოგში შევდივართ, ვისაც არ აქვს ნეიმი, თუმცა შენ ამას მაინც ვერ დაწვა, რომ მქონდეს ორი ფლეიმი. ვინც არ იცის, ჩვენი ძმა დაჟე ინგლისურად რითმავს. ნუ გონიათ პოლიგლოტი, ეს შემთხვევით მე დამეჭირა შიფტალს. ვერ დამალავ ბიოს, რამდენიც გინდა წაშალე. სურო დაუბრუნდეთ უკან, ვიბაზროთ კონტროლზე, მაინც წააგე ჩათვალე. ასეთი სტრუქტურით სავსეა ჩემი ბანკი. კონტროლი, ალტი, დილეითი, დღეს მე დავხურე თასკი, რაუნდი. მეტი. Yo, მესამე რაუნდი. ამატერასუ. Yo. მოგიყვებით ჩვენმა ძმაატომ, რატო გადაწყვიტა რეპერობა? რადგან იცოდა ვერ იქნებოდა კარგი ექიმი. ხალხი ამბობდა რაც არ გამოუვა ნუტენი, ეს ტიპი არის fake shooter-ი, ეშინია სისხლის მე კი ხურდები. ვერ აფშობიარებდი ვერავის, იმიტომ რომ გაგიტყდებოდა ოთახში რო არ იქნებოდი ყველაზე დიდი მუტელი. ტიპი 8 წლის ბავშვს და 40 წლის კაცს ერთად გავს. ჩვენს თვალებში ირეკლება, უძულურება, ყველას უცრუვდება იმედი კარგავს. ყოველ ღამე იძინებს მოტივაციის ვიდეოთი, რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერს მიაღწევო. ამასაც თავი გონია ფენსი როგორც Porsche, მაგრამ ვერ წერს Cayenne-ით. თუ
gangsterobაზე მიდგას საქმე, ვარ როგორც Mercedes-ი, ანუ AMG. Მაგ მეტი ენერგია, რადგან მე Volkswagen-ი. თუ გინდა ჩემს მატარებელში ადგილი უნდა იყო G ვაგონში. თუ კი Audi ხარ, შენ ცხოვრებას რატო გაქვს Lamborghini? ვაძრობ Skyline სტული ხდება მაგ დროს ძილი. ლბება სული თუ არ გადაისვი კარგი ლაკი. ვერ დაანგრევს კრისტალი მით კრისტალის სიტყვის მესერს დისი. ტვინის სავსე ბაკი, ვისაც უნდა ფიტი, უნდა იყოს ხოძე. ტვინის სავსე ბაკი, ვაფშე სხვა ეტაპი. სხეული კია კარგი, მალე ფუჭდება თუ დაინძრა მოტორს. დღეს შენიანები გწირავენ თეთრ მოსიარულესთან როგორც ჰოდორს. შენი ამ ბეთში გადარჩენის შანსი უფრო მცირეა ვიდრე მეოთხე სტადიის კიბოთი დაავადებული ბავშვის. ჩათვალე სიკეთეს გიკეთებ თუ ვერ იგებ. ამ ტიპს უნდა ენახა სუპერგმირი. დღეიდან ეს ზანგის უნიჭო მცდელობა ჩემი მონა ხეპრია. შენ ხარ ამ პროექტის ცდა ექსპერიმენტი, მე ბედი, მაგრამ ხო იცი ცდა ბედის მონახევრია. ჩემს ლაინებზე გადაობდა და მას აქვს ესეთი ლაინი. მე თუ ნაცარს ვაღვივებ, არ ვარ ნაცარ ქექია. Is that? ნახე. მე თუ ნაცარს ვაღვივებ, არ ვარ ნაცარ ქექია. თქვა და კედელზე დაკიდულ სვასტიკას აკოცა. არ ვიცი, იცით, მეგობარო, იცი თუ არა, მაგრამ ბოლოს ნაცართან ვიცი თამაშა 6 მილიონი ებრაელი დახოცა. შეხლევერავის მოჭამო. ჩემს ტრეკებს ეთყობა განვითარება ყოველ ახალ ჯერსზე. თითქოს ამათ მჭირდება one take, თითქოს ამატერასო ვირჯილია, ეთყობა დელავერზე. ამის მუსიკაში ჩანს როგორი ვირჯინია. გრძელი სიტყვა მოკლედ დითქმის, თუ ჩემსავით სექსი ტიპი ხარ, არ გჭირდება ვერსი ვრცელი. დღეს იმდენი პანჩი მოხვდება გვერდებში, მუსიკით შეიძლება, მაგრამ ისტორიას მაინც დარჩები გვერდ წითელი, რაუნდი. ჟიური, მაგარი შარია ძმაო, მადლობა რომ იქ არ ვარ. პირველი სიტყვა მინდა მოვისმინოთ NIC-სგან და თუ შეიძლება ერთი კარგი ხმა ორი NIC ვაჩუქოთ. პირველი კაია. გამარჯობა, მადლობა კიდევ ერთხელ მოსვლისთვის და საპორტისთვის. მომზადება პერფორმანსი ატოს 8. მომზადება პერფორმანსი ამატერასუს 7. გადმოცემის უნარი უფრო პერფორმანსის მხრივ უფრო საინტერესო იყო, იმიტომ რომ ემოციური იყო. შენი გადმოცემის უნარი ნაკლებად საინტერესო იყო, თუმცა მომზადებით უკეთ იყავი მომზადებული. ამის ხარჯზე მეტი ქულა. რაც შეეხება punchlines და rows, აქ ჩემთვის, პირადად ჩემთვის არავის ეწყინოს ცხადია, რომ punch-სა და rows-ში ატო ბევრად დახვეწილი იყო, კრეატიული, ასევე set-up-ები ქონდა ძალიან მაგრად დალაგებული და ტექნიკაში კიდე საინტერესო სქემები ქონდა, ასევე რითმები, განლაგებები. ტექნიკაში ვუწერ 10-დან 8-ს, punch-სა და rows-ში 9-ს 10-დან. ამატერასუს მომზადება და პერფორმანსი უკვე თქვი. ტექნიკაში იყო საკმაოდ ტექნიკური მომენტები სხვათა შორის, თუმცა უფრო ვადარებ, ვის უფრო მეტი ქონდა. ამ შემთხვევაში ჩემთვის დასამახსოვრებელი უფრო ატოსი იყო, მაგრამ შენც გქონდა და შესაბამისად ამაში არ გაკლებ ბევრ ქულას. საინტერესო მომენტები ქონდა ტექნიკაში, რითმებიც ზოგჯერ საინტერესო იყო და set-up-ებიც ქონდა. და ასევე რაღაც განლაგებებიც კარგი იყო შიგადაშიგ. ამ თვალსაზრისით ტექნიკაში 10-დან 7, ხოლო ბოლოს punch-სა და rows-ში 10-დან 5. ჩემთვის უფრო კრეატიული იყო ატოს. წარმატებები იმედია პირადად არ მიიღებთ. მოდი, რადგანაც არტისტად უკვე იყო და ჟიური არის პირველად ჩვენთან, პელეს მივცეთ მაიკი. შენ ძალიან მაგარი დელივერი გაქვს, ის გაქვს, რომ 2025 წელს ვიღაცები ის თქმასაც ვერ გაბედავენ, შენ ყლეზე კიდია და მაგას იძახი რა და ეგ მაგრა ასწორებს, ცუციკებს ტენე იმენა. იო
რო გადავიდეთ ეხა ათომის და იწყო როგორც დაამთავრა რა ერთ ვაიბზე ქონდა სულ და ეჭირა მაგრამ მაგას ის მინუსი აქვს რომ ცოტა ოთხკუთხედი იყო რა ანუ ბეთლი ვისაც ევასება მიხვდება თუ ვერ მიხვდა დაგუგლოს ან რამე და გაიგებს რა მე არ ამახსნევინეთ ეხა რას ნიშნავს ერთი რჩევა რაც მინდა მოგცეთ რომ სეტაპებს როცა აკეთებთ პანჩლაინების რა ანუ ვინც დიდი ხანია ამ ყველაფერს თვალს ვადევნებთ აი ცოტა კილომეტრიდან ხედავთ რითი უნდა დაამთავროთ და მე ის ეფექტი აღარ მაქვს რაც უნდა გამისწორდეს რა მომზადება და პერფორმანსი 10 შენ თავიდან გაჭედე ამიტომ რა მოკლედ ტექნიკა ჩემთვის მოდი 9 ამატერასულს და 8 ტექნიკაში punchline და roast-ი ჩემთვის ვიტყვი პირდაპირ 10 და შენ 9 მარტო იმიტომ რომ რაოდენობით უფრო მეტი punchline-ი ქონდა DJ Grotesque Короче, ეგეთ რამეს ვიტყვი რა, სანამ ქულები გაინტერესებს, თუ პირდაპირ მოგცე, თუ თქვა, თუ განახო. ბევრს არ გავატრაკებ რა, ჩემთვის და ბევრისთვის ატომ გაიმარჯვა. წაიღო რა. მაგრამ შენ ძმაო, ხელი ჩავმართვი, ერთ რამეს გეტყვი. მესამე რაუნდი რაც იყო, ეგ ცალკე მოვლენაა. პირდაპირ მაგით უნდა დაგეწყო რა. დაგჩაგრავდი ყველას ემოციურად და იმენა ხოზე ხარ წაიღებდი, არ ვიცი რა. ძალიან გამისწორდა. ნუ ქულები სტანდარტული იყო, დიდად არ განსხვავდება დანარჩენი ორი ჟურისგან. ოთხკუთხედი იყავი, მაგრამ მე გამისწორდა. მე გამისწორდა, იმიტომ რომ ერთს უსმენდი, მეორეს, მესამეს და ყველაფერი იყო თავის ადგილას, თაროზე, აი ხოაზე ხარ რომ მიხვალ და რაღაცა გინდა და იცი რომ მან დასტაობ, გადმოიღებ და მანდარი და კაია რა. Yo! დავითვალეთ ქულები 79-ით 62. გაიმარჯვა ატომ. ბიჭებო, თუ რამის თქმა გინდათ, ხალხისთვის, კამერისთვის მიმართვა შეგიძლიათ ისარგებლოთ მიკროფონით. პოზების დედას შევეც. Okay. შემდეგ ბეთლამდე მეგობრებო. Peace.